სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. Ძმანო და დანო, ჩვენ დღეს არის შობის, მაცხოვრის შობის დღეები, დღესასწაული ისე გრძელდება და ჩვენ რა თქმა უნდა ვიქადაგოთ ქრისტიანობის შესახებ, ვიქადაგოთ ჩვენი სარწმუნოების შესახებ და აუცილებლად დღეს ვიტყვით სიტყვას ქრისტიანობაზე, მაგრამ ის მოვლენები, რაც ამ კვირის განმავლობაში განვითარდა, ოდნავ შევეხმიანებით და მე მოგახსენებთ სიტყვას და ბოლოში, როგორც სიუპრის, როგორც დიდ მარგალიტს განძის კუნძულიდან წამოღებულს მოგართმევთ, ეს არის ძმანო და დანო კითხვა გამოცანა, მაგრამ ისეთი გამოცანა, რომელიც ძალიან ადვილად გამოიცნობა, აი მაგალითად მსგავსად იმისა, რო თქვა, რომ რა ანათებს, რა გვათბობს, რა და მზე, ხო? და არა თქვა პარე ან რაღაცა სხვა თუ თქვათ რამე სისულელი ვიტყვით მზეს. აი ესეთი ადვილი გამოსაცნობი ეს კითხვა. სხვანაირად რო ვთქვათ, ეს არის ფორმულა ღვთის ჭეშმარიტების არსებობის, ღვთის არსებობის. ეს არის ფორმულა ქრისტეს ფორმულა, რომელიც პირდაპირ აი ფორმულა და ამტკიცებს ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. ეს ბოლოს. ჯერ დავიწყოთ ამით, რომ ძმანო და დანო ჩვენ ესე იგი ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. ერთი ეს არის გაბრიელის საფლავზე, წმინდა გაბრიელის საფლავზე, ესე იგი ასეთი ამდენი ხალხი რომ მივიდა, გამოცხადდა სიზმრის მიხედვით რომ ამდენი ხალხი გავიდა, ამან გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა, ბოლოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ ესეთი სიზმრების აყოლა მიუღებელია და მოკლედ მინდა შევეხო ამას, რომ მოკლედ, ძალიან მოკლედ, რომ ძმანო და დანო, ქრისტიანებისთვის ჩვენ ვიცით, ჩვენ ვქადაგეთ, ჩვენ ვიცით ფლობ ჭეშმარიტებას, მერთმა განგვიცხადა ჭეშმარიტება, ამიტომ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვასწავლის მაცხვარი, როგორც არის ეკლესიური სწავლება. სიზმრებს არ შეიძლება ავყვეთ. და რა მოხდა ესე იგი? რა შეცდომა იყო? ჯერ პირველი შეცდომა, რომ სიზმარს აყვა ზოგიერთი, მეორე შეცდომა, რომ აქ იყო საერთოდ შეცდომა არაქრისტიანული სწავლება გადმოცემული, რომ მოდით, ესე იგი ვითომ გაბრიელის სიზმრა მოდით და ორჯერ ეს ორსულს აუცილებლად შეგისრულებთ, ეს ქრისტიანული სწავლება ესეთი არ არის. თუ რაიმეს, რასაც ადამიანი ითხოვს, ის არ არის მის სულისთვის სასარგებლო, ღმერთი მას არ აუშურებს. ამიტომ აქედან გამომდინარე, ესე იგი ეს უკვე თავშივე განწირული იყო და სიცრუე იყო. ამიტომ ძმანო და დანო, ესე არ შეიძლება. აი ზუსტად, რა თქმა უნდა, ბევრი მორწმუნე იყო, ალბათ 1-20%, მაგრამ 80% ეს ის ხალხია, მოლა რო დაუძახებს, თქვა ხვა მარნეულში და იტყვის, რომ მოლა მოდი ჩემთან და ყველაფერი შეგისრულებს, ისეთ ლოცვას წაგიკითხავთ, აი იქ სწავლენ. ეს ის ხალხია კაშპიროვსკისთან რო დადიოდნენ და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება, ეს ქრისტიანობის შეურაცხყოფა. მით უმეტეს ჩვენ ნახეთ როგორია სიზმრები, გამალიელი რო დაესიზმრა იერუსალიმელ მღვდელს, არ მიიღო გამალielis სიზმარი. მეორეჯერ დაესიზმრა, წმინდა მღვდელი იყო, არ მიიღო მეორეჯერაც. მესამეჯერ დაესიზმრა და მესამეჯერ წავიდა და კი არ მიიღო და გამოაცხადა, პატრიარქთან მივიდა და უთხრა. ასე რომ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძმანო და დანო, თორე ვიღაცა ისეთი მოვა აფერისტი, სულიერი, ვირტუოზი და ისე გადაგიყვანს თავის ჭკუაზე, როგორც დაგიბარები. ამიტომ ქრისტიანს ეს არ ეკადრება. ესე, ეხლა მეორე. პატრიარქის ეპისტოლე. ჩვენ ხშირად გვითქვია, რომ კომუნისტური პერიოდი დამთავრდა, მაგრამ ღმერთი ძალები ხო იქნებიან ბოლომდე, ძმანო და დანო. და აი ის ვინც ეკლესიას ებრძვის, გაქრა ის ხალხი, არა? შეცვალეს ტაქტიკა. მაგრამ თიშეწევი პატრიარქს ისი აქვს მოწყობილი, უпроსოდ ქრისტეს ისი აქვს მოწყობილი ეკლესია და პატრიარქი ისე ლამაზად სპიკერობს, ასე ვთქვათ,
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში რომ ბოლო ძალებს ხელ მოსაკიდი არაფერი არ არის. ნუ შეიძლება რაღაცა კონდეთ ახლა კაცნი ვარ და არ შეიძლება ესე არ გამოვარო ახლა თქვათ ყველა წმინდა თუ იცხოვრო და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადში ისი აქვს მოწყობილი ხელმოსაკიდი არაფერი არა, ისინი ჩადარაჯებული არიან როგორმე რამეს მოკიდონ ხელი და ატეხონ ერთი ამბავი ძმანო და და. აი ესე მოხდა ეხლაც. იქ ძირითადად ერთ რამეზე მოხდა, ერთ რამეზე. სუროგად ბავშვებზე, სუროგად ბავშვები პატრიარქმა ახსენა რომ როგორ უნდა იყოს ისინი თქვათ ბედნიერი როგორ რაღაც მსგავსი ახლა ზუსტად სამწუხაროდ არ წამომიღია ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ეხლა საქმე რაშია ჯერ ეს რო გავარჩიოთ ეს საკითხი. აი რა თქვა პატრიარქმა. თუ გახსოვთ ერთი ქალი გამოვიდა და თქვა მე დიდი სიამოვნებით ბავშვს ვეტყვი ყველაფერს რო გაიზრდება რომ აი სუროგატი დედისგან და უხაროდა და ისე ყვებოდა. აი ამაშია ზუსტად საქმე რომ იმ ბავშვს ან ეს უნდა დაფარო და დამალო არ უნდა უთხრა თუ მოხერხდა საერთოდ ან და დიდი შანსია რომ განცხადდეს. აი ეს არის ზუსტად ამას გულისხმობდა პატრიარქი რომ წარმოიდგინე ხა მე ვარ თქვა სუროგატი დედისგან ხო და ამ დროს გონია რომ დედა მყავს და ამ დროს ის ქალი რო ამბობს რომ განუცხადებ დიდი სიამოვნებით ამ დროს ეს ქალი რომელიც მე დედა მგონია მიცხადებს რომ იცი რა შვილო შენი დედა სხვა არის ჯერ რამხელა დარწმა ეს ჩემთვის და მე მეუნება რომ სხვა არის და თან როგორ სხვა მე მას ფული მივეცი შენ გაგაჩინა და იმან გადმომცა მე შენი თავი ესე იგი რამხელა დარწმა რომ ესე იგი მე დედა მყოლია რომელმაც გამყიდა ესე იგი რა დღეში ვარ და მეორე დედა რომელიც გონი ეს არის ამან მოტაცა ჩემ დედას ჩემი თავი ეს ყაჩაღი ის გამყიდველი წარმოიდგინეთ რამხელა სტრესი ეს იგულისხმა უპირველეს ყოვლისა უწმინდესმა რომ ასეთ საქმეზე რომ მიდიხა ესე იგი იმ ბავშვს ადრე თუ გვიან ხო დადგება ეს რომ უნდა განუცხადო და რამხელა სტრესს იღებს ეს ბავშვი აი ამაშია საქმე ერთ-ერთი რო ეს არ შეიძლება მეორეც ჩვენ ამ დღეებში თავზე გვახვევდნენ ვითომ რაღაც ანტიევროპული ანტიპირდაპირ ესე გამოდიოდნენ ეს იყო პატრიარქის და ვინც მას ემხრობა ამ საკითხში ეს არის ანტიევროპული ანტიდემოკრატიული ძმანო და დანო გვატყულებენ თავზე გვახენ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული სუროგატი დედა ძმანო და დანო ეს არის აკრძალული ორ ქვეყანაშია მარტო დაშვებული ისიც უფასოდ უნდა გააკეთო აბა თუ მოეწოდება ჩვენს ამხრივ გამდიდრებულ ქალბატონებს რო გამოდიოდნენ რომ სუროგატი დედა უფასოდ უნდა ემსახურებოდეს აი ეს ამბავი თუ მოეწოდება კიდევ ვიმეორებ მათ შორის საფრანგეთში ესეთ განვითარებულ ქვეყანაში ესეთ ნუ შეურაცხყოფას არ ვაყარებ მაგრამ რაღაცაით ისე ყველაზე თითქოს თავისუფალ ქვეყანაში სადაც ვითომ ზნეობა რაღაცაით მეორე ხარისხოვან ასეთ ქვეყანაშიც აკრძალულია ეს საქართველოშია დაშვებული ამას რატო არავინ არ ამბობს ყველა ევროპულ ქვეყანაში და ამერიკის რამოდენიმე შტატში 10 წლიანი ციხე $50,000 დაჯარიმება გესმით ძმანო და ესე იგი თავზე გვახვევენ აქ რაშია საქმე აქ ბავშვების ინტერესი კი არა აქ არის ინტერესი იმ ჩადარაჯებული ხალხის რომელიც ეკლესიის წინააღმდეგია ძმანო და დანო ჩვენ ქრისტიანები ვარ და გუმხურვალებთ ჩვენ ვითხოვთ მერც ვთხოვთ რომ ასეთი ადამიანები მოიქცენ და ისინი ჩვენი დაბნეული ძმები და დები არიან და გულმხურვალეთ ლოცულობთ რომ მოიქცენ თუნდაც მოქცევა თუ არა ჩვენ ადვილი მისახვედრია ძმანო და დანო რომ ესენი არიან ეკლესიის წინააღმდეგი და ამიტომ ყვირიან ამიტომ ამბობენ ამას თორე მართლაც ის სუროგატის დედის უფლებას რატო არ იცავენ რომელიც ნამდვილად ძალადობის სხვეპლია საწყალი ქალი გაჭირებულია და ამით სარგებლობენ ასე რომ ძმანო და აი მოკლედ ასე შევეხოთ მე ასევე მინდა მიაქცეთ ყურადღება და იქნებ ნახოთ 8 რიცხვი
8 იანვარი 8 საათიანი იმედზე 8 საათიანი ქრონიკაში გამოვიდა მამა ლევან მათოშვილი და ყველაზე კარგად რაც კი ჩვენ რამე მოვისმინეთ ჩემი აზრით ამ ადამიანმა ამ მღვდელმა სამღვდელომ გაცა პასუხი ამ კითხვებზე თქვენ შეგიძლიათ ტელევიზორში ეს ნახოთ ან ინტერნეტში და მამა ლევან მათოშვილი ისთვისაც პირადად მეც დიდ მადლობას მოვახსენებ მამაოს ამ საკითხში მამა ლევანს 10 ბალიანი იმით 10 ეკუთვნოდა არაჩვეულებრივად ახსნა ეს საკითხი ძმანო და ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ გარეგნულს აი პატრიარქმა რაღაც თქვა და გარეგნული არ ჩავწვით სიღრმეს საერთოდ ადამიანი ესეთია გარეგნულს ეძებს სიღრმესაც უნდა ჩავწვდეთ ძმანო და დანო გახსოვთ ოქროპირის ქადაგება ვინც მარტო გარეგნულს უყურებს პეტეფრეს ცოლის ოთახიდან გამოქცეულ შიშველ იოსებს განიკითხავდა და იტყო და იმრუშაო და სინამდვილეში შინაგანად თუ დავაკვირდებით პეტეფრეს ცოლის სახლიდან იოსები გამოიქცა ზუსტად ტიტველი იმიტომ რომ რუშობას უთხრა ვარი ძმანო და დანო ასე რომ გარეგნულს ნუ გამოვეკიდებით აი მოკლედ მინდოდა ესე მეთქვა ეხლა შევეხმიანოთ ამ დიდებულ დღესასწაულს ძმანო და დანო რაღაცნაირად ძალიან მოკლედ მოვხაზოთ რა იყო ქრისტეს შობამდე რა ხდებოდა ქრისტეს შობამდე კაცობრიობამ მიაღწია დეგრადაციას ნეობრივ დეგრადაციას და ასე ვთქვათ სულიერი დონე იყო ნული საშინელებები ხდებოდა და აი ამას გრძნობდა კაცობრიობა თითოეული ადამიანი გრძნობდა რაღაც ჩიხში შედიოდა ამიტომ იყო რომ აი საუკუნეებით ადრე გამოჩნდნენ ფილოსოფოსები რომლებიც ძმანო და დანო ფიქრობდნენ ეძიებდნენ ჭეშმარიტებას ყველაზე დიდი წარმომადგენლები ამ ფილოსოფიიდან ყველაზე დიდი გონები ყველაზე დიდი ინტელექტები ყველაზე დიდი ტვინები ასე თქვა თუ შეიძლება ასე ვთქვა ეს იყო სოკრატე პლატონი არისტოტელე და პითაგორა ყველაზე დიდები ნუ იყო უამრავი სხვაც და ფიქრობდნენ ესენი ჯელობდნენ როგორ გამოეყვანათ კაცობრიობა ამ სულიერი ჩიხიდან მაგალითად მე ძალიან მიყვარდა ეს ფილოსოფოსები ძმანო და დანო სანამ მოიქცეოდი ყველა წიგნს ყველა გამოცემას ყველა წერილს რაც მათზე იყო ყიდულობდი მომქონდა ჭრიდი საგაზეთო სტატიებს ვაგროვებდი ძალიან მიხაროდა ძალიან მომწონდა და თან ჩემს ათეისტ მასწავლებლებს ვეკამათებოდი ამათგან იმიტომ რომ ეს 4-ვე ტიტანი 4 დიდი ესე იგი ფილოსოფოსი 4-ვე სწამდა მარადიული ცხოვრება 4-ვე მივიდა იმ დასკვნამდე რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ერთი საწყისი საიდანაც მოდის ყველაფერი და როცა ჩემი მასწავლებელი მეტყოდა ხოლმე ვინმე ათეისტი რომ არ არსებობს ღმერთი მე ვეუბნებოდი პლატონი ხო დიდია ვეუბნებოდი სოკრატე ხო დიდია კი მეუბნებოდი ხო და ვეუბნებოდი კი მაგრამ მათ რო წამდათ ღმერთი ეხა მე მაშინ მამები არ ვიცოდი და მაშინ ხო და აი ასე ვიგერიებდი ამ ათეისტს ძმანო და დანო და ძალიან მომწონდა ძალიან მიყვარდა იქ უამრავი იყო ეხა მე სახელები არ მახსოვს ვინც ფილოსოფიის ფაკულტეტზე ალბათ კარგად ახსოვს მათი სახელები ეპიკურე იყო ესეთი ათეისტი ფილოსოფოსი მე ის არ მიყვარდა ათეიზმის გამო მაგრამ მიყვარდა ეხა მაშინ ესე ცხოვრობდი მიყვარდა ეპიკურე იძახდა გაერთეთ დრო ატარეთ ყველაფერი ჩაიდინეთ მეტი არაფერი შეგრჩებათ და თან მიკვირდა ძმანო და დანო რომ აი ქრისტეს ძალა რა არის ქრისტეს ძალა რომ ჩვენი მასწავლებლები თქვა ათეისტი მასწავლებლები ხო მე აღმოჩნდა რომ ბევრს ვენა ქონდა მაგრამ ზოგიერთი ათეისტი იყო სკოლაში მიუხედავად იმისა რომ იყვნენ ათეისტები უზნეობას არც ერთი არ ქადაგებდა ძმანო და დანო არც ჩადიოდნენ ცდილობდნენ რომ უზნეონი არ ყოფილიყვნენ ძმანო აი ქრისტეს ძალა საიდან იქიდან რომ ქრისტიანობის ძალით ჰქონდათ მათი წინაპრებიდან ჰქონდათ აი ესე ჩანერგილი და აი ესე იქცეოდნენ და მიკვირდა რომ ეს ეპიკურე ესეთი ჭკვიანი კაცი როგორ გვთავს ნებას ყველაფერზე ფიქრობ იმიტომ რომ ვადარებდი აგერ მასწავლებლები ესენი არ გვთავენ ნებას ათეისტები ისენიც აი ესეთ ფიქრებში ვიყავი და ძმანო და დანო ეს ფილოსოფოსები ზოგი ამბობდა რომ დრო ატარეთ
მეტი არაფერი შეგრჩება ზოგი ამბობდა რომ პირიქით თავი შეიკავეთ აი დიოგენე მაგალითად კასში იჯდა თავს იკავებდა იცით ეს ფილოსოფოსი და ამ დროს ზმანო და დანო ზოგი ასე ამბობდა ზოგი ისე ამბობდა და წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა რომ ესენი ტიტანები იყვნენ ისეთი ინტელექტები ისეთი გონების მონაცემი ხალხი იყო რომ მათ ვერ შეძლეს კაცობრიობის თავის ჭკუაზე თავის იდეებზე მოქცევა ზმანო და დანო მე ამას იმიტომ ვამბობ ვაჩვენო ნათლად ვაჩვენო რომ რა მოხდა როდესაც აგერ ასეთმა ტიტანებმა ზმანო და დანო ასეთებმა ერთი ორი კაციც ვერ მოაქციეს არამც მსოფლიო და აგერ მოდის უკვე პეტრე მოციქული მოდის იაკობი მოდის ივანე მოდის მათე მეთევზურები არაფრის მქონენი უსწავლელი გაუნათლებელი სუნიანი თევზის სუნიანი არაინტელექტები მოდიან და მთელ მსოფლიოს მოაქცევენ აი სასწაულიც ზმანო და დანო და რა ხდება ზნეობრივად თუ ქრისტეს შობამდე აი ესეც ერთი დამადასტურებელი ქრისტეს ჭეშმარიტების ღვთაებრიობის თუ ქრისტეს შობამდე ჩვენ რო გამოვიძიოთ რა მოხდა იქ სიკეთე რა გააკეთა კაცობრიობამ პიროვნებებმა რა გააკეთა შეიძლება ამოტივტივდეს წვერვალი ორი მაგალითი ზმანო და დანო ორი უსუსური მაგალითი ერთი სისხლის მსმელი იმპერატორი რომელიც ზის და უყურებს გლადიატორთა ბრძოლას ორი გლადიატორი ერთმანეთს ებრძვის ორივე კარგად იბრძვის ვაჟკაცურად იბრძვის და ახლა უნდა ადგეს იმპერატორი და ერთ-ერთს მიცეს გამარჯვება და ადგება ეს იმპერატორი და აწერს ორივე ხელს ანუ ორივეს მიანიჭა გამარჯვება ანუ არ დასაჯა ერთი და ორივეს მიცა თავისუფლება რა თქმა უნდა კარგია რა თქმა უნდა სასიხარულოა ეს არის და ეს ანუ და ქრისტეს შობამდე რაც შეიძლება სიკეთე ნახოთ კაცობრიობის ისტორიაში და მეორე თქვა ასკეტური კუთხით ხო დიოგენე რომელიც კასში ზის ანუ და მზეს ეფიცხება ერთადერთი აი ეს ორი და ეხლა რა ხდება ახალი აღთქმის დროს ანუ და სავსეა ნიტრიის უდაბნო ეგვიპტის ყველა უდაბნო შავი მთა პალესტინა ჩვენი უდაბნოები აგერ დავითგარეჯი ტაოკლარჯეთი უამრავი სხვა ქვეყნის უდაბნოები ზმანო და დანო და არა ის მარტო უდაბნოები მონასტრებია ყველგან გაშენებული და ისე როგორც დიოგენე ცხოვრობდა ერთი დიოგენე კი არა არამედ მილიონობით ბერ მონაზონი ზმანო და დანო ასკეტურად ცხოვრობს აი საოცრება აი ქრისტეს ძალა ზმანო და დანო ეხლა როგორ ცხოვრობდა ხალხი თუ ძველ აღთქმაში თითებზე ჩამოსათვლელია წმინდანები ზმანო და დანო აი თქვა მოსეთ რა თქმა უნდა მაგრამ ნოე მინდოდა მეთქვა ნოე რომელსაც ცოლი არ ყავდა ანუ ქალწულობას ინარჩუნებდა და არც უნდოდა ყოლოდა უბრალოდ ღმერთმა აკურთხა რომ მე კაცობრიობა გამრავლებული იყო და ამის გამო მოიყვანა გასაგებია დიდებულია კარგია მაგრამ ერთი ნოე ხოლო რა ხდება ზმანო და დანო რა ხდება ახალ აღთქმაში რამდენი ქალწულია რამდენი საოცრად ცხოვრობს ზმანო და დანო წმინდა და არამც თუ 1-2 თითებზე ჩამონათვლელი არამედ მილიონობით წმინდანი ყავს ზმანო და დანო ათასობით 10,000-ობით და მილიონობით ის ვისი სახელიც არ ვიცი მილიონებია ეს წმინდანები იქ ძველ აღთქმაში ერთი ნოე ესეთი ერთი აბრაამი თითებზე ჩამოსათვლელი აქ ზმანო და დანო იოსებ დამწინდელი დღეს ხსენება დავით წინასწარმეტყველი ახალ აღთქმაში ზმანო და დანო მილიონებზე ალაპარაკი და ისეთი ქვეყნები როგორიც არის ნუ რუსეთი სადაც წერია თვითონ მათ ლეტოპისებში წერია რომ ისინი რაღაც საზისხრად ცხოვრობდნენ ამორალურად იგივე წერია ქართლის ცხოვრებაში ჩვენზეც ცხენისო მემატიანი ამბობს რაც ჩადიოდნენ ქართველები ქრისტიანობამდე ცხენისო თქმადო და რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში თვითონ ანახებენ მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ ქრისტიანობამდე სკანდინავიაში შვედეთში იმ ქვეყნებში ზმანო და დანო ესეთი წესი ჰქონდათ სტუმარი რომ მოვიდოდა პატივსცემდნენ და ბოლო პატივისცემა იყო ცოლს ღამე ცოლს მიუწვენდნენ სტუმარს ესე იგი წარმოიდგინე რა წუმპიდან და მერე რა ხდება
მერე რა ხდება შვედეთში ეხლაც კი სამეფო კარს ნუ ეხლა უკვე გარკვეულია ყველგან ყველაფერი მაგრამ მაინც ვამბობ რა იქნებოდა წინა წლებში ეხლაც კი სამეფო კარს და სამეფო დასმა იცის ზეპირად არისტოკრატიამ ფსალმუნები და გალობენ ძმანოდადანო ზეპირად აი რა არის ქრისტიანობა საქართველოს რას მიაღწია ძმანოდადანო ბიძაშვილზე და მამიდაშვილზე კი არა დაშვებულია მეხუთე თაობა ხო მეშვიდე თაობაზეა არავინ არ გაეკარება და არც ყოფილა ესეთ შემთხვევაში თუ ყოფილა მათ უყურებენ როგორც რაღაც საშინელებას ძმანოდადანო ერთეულები თუ ყოფილა ერთი შემთხვევა ალბათ არც ყოფილა ორი შემთხვევა ისეც დაგმობილი ჯერ არ ყოფილა რომ საქართველოში ბიძაშვილი მამიდაშვილს ერთმანეთზე ესე იგი დაქორწინებულიყვნენ არამც თუ ბიძაშვილი მამიდაშვილი დეიდაშვილი იმათი შვილები კიდევ იმათი შვილები მე მაგალითიც კი მოვიყვანე ერთხელ როცა პატრიარქ სამეგრელოში ვახდი მარტვილის რაიონში იქ ერთი ახალგაზრდები მოვარდნენ მანქანი და უწმინდეს თხოვეს რომ გამომითვალეო ქალი მყავს მოტაცებული და ბაბუამისი თოფით ზისო სამეგრელო თოფით ზის სახშიო და თუ მე იქ შევალ უნდა მესროლო და მომკლასო იძახის ჩვენი ნათესავიაო და მე შვიდე მე თაობა ვართო პატრიარქმა გამოთვალა და უთხრა სხვა მოიყვანეო შვილო ალოც ახალგაზრდა ეს მართლა შენი ნათესავია აი საქართველო ძმანოდათან აი საქართველო აი ქრისტიანობა წარმოიდგინეთ რა ხდება აი სიწმინდე მიუხედავად იმისა რომ დღეს გაფუჭებულია ხალხი მიუხედავად იმისა რომ 21 საუკუნეა და როგორც ყველგან აქაც დიდათ არის გარყვნილება ძმანოდადანო აი ამ წესს როგორ იცავს საქართველო აი ეს ხო სასწაულია ეს ხო ზნეობა ეს ხო ქრისტესგან მოდის ასე რომ ძმანოდადანო მაცხოვარი თომა ვახსენე მაცხოვარი ეცხადება თომას ეს ვითქვია და კიდე გავიმეოროთ და ეუბნება თომამ არ ირწმუნა არც ერთმა არ ირწმუნა სანამ არ ნახეს აღდგომილი მაცხოვარი არც ერთმა სახარებაში წერი არც პეტრემ არც ერთმა მოციქულმა არც თომა უბრალოდ თომა ბოლოში შემორჩა და მაცხოვარი ეუბნება თომას რომ ნეტარ არიან მორწმუნენი რომელთაც არ უხილავთო აღდგომილი მაცხოვარი და ისე იწამებენ მაგრამ შეიძლება ჩვენ დაგვებარდოს ესეთი აზრი კი მაგრამ თუ მოციქულებმა არ იწამეს სანამ არ იხილეს აღდგომილი ქრისტე ჩვენ როგორ უნდა ვიწამოთ ან ჩვენ როგორ ვწამთ საერთოდ იმიტომ რომ იმათ არ წამდათ საქმე აი აქაც ქრისტეს ძალაა ძმანოდადა საქმე იმაშია როგორც კი ადამიანი დაიწყებს თვის და ცოდვათა ხედვას და მიხვდება რა მძიმე მდგომარეობაშია იმ წამსვე როგორ და რანაირად ეს ამას ვინ იტყვის მაგრამ ფაქტია იმ წამსვე გამოცხადებით არა მაგრამ შინაგანად ადამიანს უკვე ადამიანი ხვდება რომ ქრისტეა მაცხოვარი და მხსნელი ძმანოდადა და იმ წამსვე მოდის ქრისტესთან აბოც ესე მოვიდა აბოც როცა დააფიქსირა თავის ცოდვები და ნახა რა ცოდვიანია იქ თან კაი მაგალითი მიცეს ქართველებმა როცა ნახა ქართველები რა წმინდა ცხოვრობდნენ მაშინ აბო მოიქცა ძმანოდადა აი ეს არის ნეტარი იყვნენ ვისაც არ უხილავთ და წმენენ მაგრამ უფალმა ძმანოდადანო როგორც წმინდა მამები გვასწავლიან დატოვა ისეთი რამ დედამიწაზე რომელიც საპირწონია გამოცხადების აი როგორც მოციქულებს გამოეცხადა და იწამეს აი ესეთი იმის ტოლია ეს არის ძმანოდადანო ქრისტიანობის გავრცელება რომ არსებობს ქრისტიანობა გამიგე იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის ისეთი რელიგია რომელიც გძალავს ყველაფერს რაც უყვარს კაცს ცოდვა ყველაფერს გძალავს და მიუხედავად ამისა ადამიანის ფსიქოლოგია ესეთია რომ მიირთვის ცოდვისკენ ამ რელიგიას ვინ მიიღებდა ძმანოდადანო ეს რო ჭეშმარიტება არ ყოფილიყო ეს რომ მართლაც მოციქულებს თავის ძალით თავის სასწაულებით არ დაეჯერებინათ წარმართები ვინ მიიღებდა ამ რელიგიას ძმანოდადანო გამორიცხულია ამიტომ თვით არსებობა უკვე ქრისტიანული რელიგიის ეს არის საპირწონე ქრისტეს გამოცხადების ეს ისეთი დასტურია ძმანოდადანო რომ ეს ნიშნავს იმას რომ
ამიტომ ყველა ვინც ამას დაფიქრდება და მიხვდება, მივა ჭეშმარიტებამდე ძმანო და დანო. და აი ის ფორმულა, ის კითხვა გამოცანა, ეს გაშილა ვთქვი და ეხლა შევკვეცოთ და ეგ არის. თუ ძველ კაცობრიობაში მსოფლიოს ტიტანებმა, უზარმაზარმა ინტელექტებმა, უდიდეს გონების მონაცემებმა ხალხმა, ადამიანებმა, როგორიც იყვნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, პითაგორა, რატომ ვერ მოაქციეს მსოფლიო და რატომ ვერ გადაიყვანეს თავის იდეებზე კაცობრიობა? და აქვე გაგრძელებული კითხვა ხოლო პეტრემ, იაკობმა, იოანემ და თომამ და სხვებმა მოციქულებმა, უსწავლელებმა, მეტბადურებმა, მეთევზეებმა, თევზისუნიანებმა როგორ მოახერხეს ძმანო და დანო სოფლიოს მოქცევა? აი კითხვა გამოცანა, რომელსაც სხვა აღარაფერი რჩება. ეხლა იმ კითხვის არ იყოს რა ანათებს და უნდა თქვა მზე. ეხლა ამ კითხვას რო დასვამ, როგორ და ქრისტია ჭეშმარიტი ღმერთი უნდა თქვა. სხვას თუ იტყვი, მაშინ ეს იგივე მზეზე რო თქვა, რომ არა მზე კი არ ანათებს, თვარე, ან რაღაცა სხვა სისულე. ხო, აი ამიტომ, აი ეს არის კითხვა გამოცანა ფორმულა, რომლითაც გიცდება ძმანო და დანო, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. ილოცავ შობის დღესასწაულს, მაცხურის მრავალს და ეს არის დაგლოცვა.